პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ქცეულ ოლიგარქის სასამართლოში დღეს დილიდან მიმდინარეობს აქციის მონაწილეების საქმეების განხილვა, მათ შორის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ექიმს 27 დეკემბერს გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან, ასევე მსახიობი ანა ტყებუჩავა მის საქმეზე მოსამართლემ დღეს განაჩენი უნდა გამოაცხადოს. მსახიობს გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან ამ შემთხვევაშიც, თუმცა თავად ანა ტყებუჩაძე ამბობს, რომ მას არასდროს მიუღია სამართალდამცველების მხრიდან მოწოდება გზიდან გადასვლის შესახებ. ასევე დღესვე ჯგუფ დაიტოვეს ადმინისტრატორის და აქტივისტის ნენსი ვოლანდის სასამართლო პროცესიც გაიმართა, მასაც გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. მარიამ ელიბაშვილი ჩაგვერთვება საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება იქ. გისმენ მარიამ. ქეთი ამ წუთებში მიმდინარეობს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი, მათ ადმინისტრაციულ კანონდარღვევას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონკრეტულად კი საუბარია 17 იანვრის მამების მარშზე. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო მტკიცებულება აქვს მოტანილი, რომელიც საათს ნახევარი გრძელდება. რაც შეეხება უგულავას და უგულავას ადვოკატის პოზიციას, მათი თქმით, ახლა პოლიციური რეჟიმი გადასულია საკუთარი დანაშაულის გადაფარვებზე და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მშვიდობიანი დემონსტრანტების სასამართლო პროცესი ოლიგარქის სასამართლოში. თავად უგულავა ამ ყველაფერს უკავშირებს ფინანსურ ტერორს და ამბობს იმას, რომ ახლა არა მხოლოდ სხვა ტერორით ოლიგარქიული რეჟიმი ცდილობს, რომ ფინანსური ტერორი აწარმოოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე და რაც შეეხება უგულავა ამბობს იმასაც, რომ იმ შემთხვევაში თუ სანქცირებული მოსამართლეს ვიაც ეკავა გამომწყნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს და უგულავას დააჯარიმებს, გიგი უგულავა ამ ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ეს საქმეები არის პირდაპირ მნიშვნელობით, შეგვიძლია ასე დავაკვალიფიციროთ. ეს არის ფინანსური ტერორი. დაახლოებით 600 კაცი არის შერჩეული. ვსაუბრობ რუსთაველის ეპიზოდზე, ანუ რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე 15 იანვრიდან მოყოლებული თითქმის 1 თებერვლის პერიოდში. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოყვეს ამაში, თან მნიშვნელობა არა გადაკეტილზე მიხედვით თუ ისე მიხედვით. ანუ ეს არის ფინანსური ტერორი, დაახლოებით 3 მილიონი ლარის ამოღება უნდათ ადამიანების ჯიბიდან. ამაზე პასუხი მხოლოდ შეიძლება იყოს ერთი. მე არ ვაპირებ არანაირი ამ ჯარიმის გადახდას. წერტილი. ქვითრები, რომელსაც პივის ჩეკებივით წერენ ეს მოსამართლეები, დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ შეინახონ თავისთვის რელიკვიად. ედავებიან 17 იანვარს მამების და შვილების მარშზე, თითქოს რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხელოვნურად და მორიგი კონვეიერული პრინციპით წარმართული პროცესი, სადაც იცით, რომ 593 ადამიანის დაჯარიმებას აპირებენ, სადაც არანაირი ინდივიდუალური მტკიცებულება ან შეფასება წარმოდგენილი არ არის, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენელი დარბაზში არ ყვევენ, ვის წინააღმდეგ უნდა იყვნენ იმ წუთას და სულ ერთია მათთვის, რომელ პროცესს წარმართავენ. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის რეპრესია, სასამართლოს ხელით განხორციელებული. რაც შეეხება სხვა სასამართლო პროცესს, პარალელურ რეჟიმში იმართება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ადმინისტრაციული სასამართლო პროცესი. მას 27 დეკემბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ვაჟა გაფრინდაშვილის არგუმენტები და მოტანილი ქვითარი, რითაც დასტურდება ის, რომ კონკრეტულ თარიღზე, რასაც ახლა მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება, ის სულაც არ იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე და იმყოფებოდა ერთ-ერთ რესტორანში. ამ შემთხვევაშიც დაცვის მხარე და თავად გაფრინდაშვილიც მოითხოვს იმას, რომ ნინო ენუქიძე აიცილოს ამ საქმეს, ვინაიდან ის არის სანქცირებული მოსამართლე და მის მიმართ ნდობა მათ არ გააჩნიათ. ეს იყო 27 დეკემბერს საღამოს 8:00 და 17 ზონედავებია, რომელზეც რეალურად იქნებოდა სამწუხაროდ უნდა საბუთო. მაქანის საბუთო სანაპიროზე მაკდონალდში. და გეუბნებიან რუსთაველის გამზირზე იმყოფება. 20:00 და 17-ს. კადრში ვარ, მაგრამ ეს კადრი რომელი რიცხვის არის ვერ გეტყვით. მე როგორც მახსოვს 27-ში იყო მომღერლების სულელობა და იმ დროს დაარიგეს მე სტიკერები შავ ფონზე, რომელიც მიკრული მაქვს სურათზე რო ჩანს, მაგრამ ჩემი აზრით ეს პროჯექტის სურათია გადაღებული და თარიღის შეცვლა ძალიან გადვიდა. პირველ რიგში მიცემ აცილებას მოსამართლე ნინო ენუქიძეს, იმიტომ რომ
საქცირებულია. მას ედავებიან 27 იანვრის ჩანაწერ საღამოს 8 საათსა და 17 წუთზე. რა დროსაც ჩვენ გვაქვს მასალა ამონაწერი, რომლითაც მტკიცდება, რომ ამ პერიოდზე მას აქვს გადახდა დაფიქსირებული მაკდონალდში და ამისი წერილობით მტკიცებულება ჩვენ გვაქვს, რასაც გადავცემთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ვიდეო მტკიცებულებები, რომლის გადმოცემაც მოხდა. არც ერთ წარმოდგენილ მტკიცებულებაში არ ჩანს რა მდგომარეობაა საფეხმავალო გზაზე, არის გადმოტანილი მხოლოდ დაზუმებული კადრები, რომლებიც არ გვაძლევს სიტუაციის რეალური აღქმის საშუალებას. რაც შეეხება სხვა სასამართლო პროცესებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე გაიმართა და გადაიდო გიორგი ხუტაშვილისა და დანიელ მუმლაძის სასამართლო პროცესი. მათ 197 მუხლს ედავება გამოძიება, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. კონკრეტულად მათ 112-ის გარე სამეთვალყურეო კამერების დაზიანებას ედავება გამოძიება. ამ შემთხვევაში ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და მიმდინარეობს დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება. სწორედ ეს გახდა მიზეზი სასამართლო პროცესის გადადების. შემდეგი სხდომა 7 მარტს გაიმართება, რაც შეეხება სხვა პროცესებს. პირველ საათზე იქნება ასევე ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ადმინისტრატორის ნენსი ვოლენდის სასამართლო სხდომა ადმინისტრაციული წესით და ასევე დღესვე უნდა გამოცხადდეს მსახიობ ანა ტყებუჩავას საბოლოო გადაწყვეტილება.